ბათუმის დრამატულ თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორმა მარიამ სიხარულიძემ წარმოადგინა სპექტაკლი მეტამორფოზას საპრემიერო ჩვენება, რომელიც ფრანც კაფკას მოთხრობის მიხედვით დაიდგა. სპექტაკლში მოქმედება მიმდინარეობს ამბავზე, სადაც ადამიანი თავის ფიზიკურ სახესაც კი კარგავს. ამ ფანტასმაგორიულ დრამას ბევრი ფსიქოლოგიური, სოციოლოგიური, ქვეტექსტუალური შრე გააჩნია, რამაც განაპირობა ახალგაზრდა რეჟისორის არჩევანიც. ბევრ სპექტაკლზე დავდივარ და თითქმის ამ სახეობების ყველა სპექტაკლს ვესწრები და თავიანთი დონეში ენაშინოს მომიტყვია ხოლმე. ძალიან ყოფილი ვარ. პირველ რიგში მადლობა ბატონ ნუკრის მოწვევისთვის, მადლობა მთელ დას, როგორც შემედგნენ ესე და მადლობა ტექნიკურ პერსონალს ყველაფრისთვის. დავმეგობრდით უკვე ყველანი ძალიან და ძალიან შემაყვარეს ეს ქალაქიც, ეს თეატრიც და ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ახალგაზრდა რეჟისორთან ვიმუშავეთ მარიამ სიხარულიძესთან, რომელიც პირველად გავიცანი, აღმოჩნდა ფანტასტიკური პიროვნებით რო დავიწყოთ, მე პროფესიონალი თავის საქმის ძალიან მაგარი მცოდნე. ჩემს კოლეგებს დიდი მადლობა, რომ მე მგონი 4 მონაწილე ვიყავით და არც ეს არ დაგვიკლია არაფერი, პრემიერა შედგა, ულუცავ ჩემს თეატრს,